საღამომშვიდობის როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა? Haitxat. ქულგა? წვიმს დამატ. წვიმს გადაიღო. მოეცი. მაგრა წვის ხალხო სახში. გარეთ წვიმს ისე ვერ გახვალ ქოლგის გარეშე. ქოლგით ეზოში დავდივარ და მაღაზიაში უკოლგოთ წავედი. ჩემს გარდა ყველას ქოლგაჭირ. ავიცი ეს კაც კიდე ჩემ ხელას აწვიმარი ეკეთა. ეცვა ეკეთა. საწვიმარი კაია. რა შევიროა ხო? და არის წვიმოსხვალი რა წავაზევით. წვიმის გადი. შენ დამტრეული ქოლგაში დაიწვიმე? მე აღარა მაქვს დამტრეული გადაა ის დამტრეული ქოლგა. ნაგაში ჩაუძახეთ. ხო. აი ფარი არის. ძებოდი ლაზარცაცო მიწვევს. ყურალი. მე ვიცი ამინდი უნდა გამოვიდეს ხვალე წესით. ხვალე? ხო. არ მგონი ისე ჩემს წვიმა არის და წვიმა. რა ვიცი წესით უნდა გამოვიდეს ამინდიო და რა ვიცი. ვერაფერი გავიგე. რა ხდება? ამა მინდისას რამეს გაიგებ, ხან წვიმა არის და ხან მზეა და ხან კარი, რა ვიცი. თოს თელდა თავი მტკივა გათიშული მაქვს თავი რა. რა ჩანდა მომეცა. მე მეუნებოდ 5 ჭიქა ყავა და ჭიქა მიდავიან საღამოზე არ მინდოდა ყავა და შევიდიო. დინდა ყავა. წანი მინდა ყავა გია რა კაცო. მე 5 ჭიქა მოგდრეს ყავა და ლევი 4 კაცო რა 5 რა მომიმატ. რა აზრი აქვს? მაინც არ მეძინება გამირა. გინდა 5 დავლივი გინდა 6. და გინდა საერთოდ არ დავლივი არ მეძინება. გიორგი არ დაგეძინება, შუა დღეზე დგები და 3 საათზე რო წამოდგები, გაიღვიძებ, მარა იქნება. 3 საათზე არ გამიღვიძია. მაგრამ ვერ გაიღვიძე. 4-ის 15 წუთია დგა დღეს. არა. არა, მე რომ მოვედი, არა, ტყუილებ თქვი ახლა. მე რომ მოვედი, გოდოს გარო გამოვედი, ეს ამდგარი დამიხოთ. შუა დღეზე? ხო. რანაირად? მე რომ მოვედი, ზეზე იყო ქალა. ხო, ფეხზე ვიყავ. საღამოზე? არა, შკალო. შუა დღეზე. დღეისას. საღამოზე რანაირად? არ იყო 3 საათი. მე მშობლო გინდა 12-ზეა დგესა. ღამე რო არ და გვიან რო დგება, იმიტომ იმაშო. წამოდგეს აბა დილით თუ დაიძინება ღამე. უთი დაიწყება სამსახური და წავა. მაშინაც ეზარება ადგომა უნდა უძახო გიორგი. არ ეზარება. ადექი. 9 საათზე ძლივ აღენებ. რასო? წავსო. სამთარი გლახარი გიზარება ადგომა დილით და საფხული პროისადი. პატარა დღეა ხოლმე ზაფხულში ჟაარი. ზაფხულში ვინც და ვერც მოისვენ. დღეა თქვა. წლიოდენი დღეა ზაფხულში. რო წამოდგები. მარა ის არის ზაფხული კარგია. ხალხო ზაფხულისთან არაფერი არ არის. სინჯავრება ზამთარი მე. ზამთარი ყველაზე კარგია. არ ვარ გაზაფხული. ახლა იმდენად აღარ ამტკივა ფეხები და ზაფხული იყოს. სამაქსუ და დაბული ფეხები. დამძიმებული თითქოს. ხო. ნუდები ვითმადებს. ტეტრალექსი უნდა დალიო. ლექსი. ან ტურბომიკრონჯი. ტურბომიკრონჯის ტეტრალექსი ჯობი. ეკრა. შეყიდულობდი შაშა, ხო? ტეტრალექსი ყიდული. ტურბოს არ აყიდული.
რეკლამაში აღარ მგონი იგა. ტურბო მიკრონჯი, ხო, არა. შეიძლება აღარც არის რა ვიცი. რო ვიცი. ყველაფერს თანდათან სპობენ შეიძლება სხვა შემცვლელი რაღაცა შემოვიდეს. მე შემცვლელები შემოდი და არც ვარ და. ხო, არა. არ ვარ გაზოგი, ხო, შემცვლელი წამალი. კეტამო არის კეტამო წამალი. გამაყუჩებელი. ტკივილი გამოუჩებელი. მაგარია ეგ. ვიცი. ვიცი. კეტამო. ადრე კეტანოლი იყო. კეტონალი და კეტონალი. კეტონალიც ხო იყო, კეტამოლი. კეტონალი. ესე რა არის, კეტონალი. რა ხაცა იყო წამალი შენჭინული გამაყუჩებელი. იმას რო დავლევდი, რომელი რა იყო? ეგ არის კეტონალი. ეგ იყო, ეგ ცუდად ხდის, ხო? სისხლი მეყინება. ეგ არის. კეტონალი. აი როგორც დავლევდი ერთი ტაბლეტი ცუდამელია სისხლი მეყინება, ასე მოგონა ორგანიზმში სისხლი გაცივდა თქო რა. აი შედედდა თქო და გაცივდა. კეტონალი და კეტონალი. კიდე რაღაცა მადლებს კიდე. ისა. ფხვნილი რო არის ყვითელი, ხო იცი? რომელი რა ქვია? ფხვნილი? ხო. ნიმესილის მერე რო არის. ყვითელი წაყვითელი რო არის. აი მე ისა რა ქვია? იმის ტაბლეტი იმოშვება რა ქვია მწყენს. ფხვნილი არის. დექსალგინი. ხო, დექსალგინის ტაბლეტი მწყენს ისიც. ვერ ვეგუები. დექსალგინს. ხო, ის გინდოდა კითხვა გიორგი. ხო, კითხვა რო იყო. რომელი დღესასწაული უფრო მოგწონთო? გიყვარდო. რა ვიცი, დღესასწაულები ესე მგონია ყველა კარგია. პირველ რიგში აღდგომა. მერე ის რა ქვია? ხომა კარგია. აღდგომაზე კარგი დღესასწაული არის ახალი წელი შენც კიდე. რანაირად არის აღდგომა გიორგი? აღდგომა ყველაზე კარგი არის გიორგი, ქრისტე აღსდგა. რანაირად ლაპარაკობ ახლა? ახალი წელი რაფერ მოვიდოდა ქრისტე რო არ ყოფილიყო. რაშობი აურიე? ისე წინა არ უნდა ყოფილიყო? რა? აღდგომა წინ უნდა იყოს ახალი წლის წინ. წესით. სატო? სატო იცო? იმიტომ რომ ქრისტე ხო აღდგა და მე შემოვიდა ის დღესასწაული თუ როგორღაც არის. შარშან ხო იყო აღდგომა? მერე ახალი წელი მოვიდა. აღდგომა რანაირად იყო შარშან? მაისში არ იყო თუ ამაში იყო თუ აპრილში. ყოველ წელს არის აღდგომა და შარშან არ იქნებოდა შენცა. შარშან აპრილში იყო, მაისში. უი მე რა გავითიშე. გავითიშე ხალხო. ავირიე. რა ხათავაკ საქმე. საქმე რა ხათავაკ. ავირინე. რა ხათავი ჩემი საქმე. პირველ რიგში აღდგომა მერე ახალი წელი არ მიყვარს მე. ახალი წელი მიყვარს მე. ახალი წელი და შობა. შობა არა, ახალი წელი რა თქმა უნდა, ახალი წელიც კაია, მაგრამ შობა კიდე ყველაზე კარგია. პირველ რიგში რანაირი არის კარგი დედა, რანაირი. ბედითობა არ არის. გააკეთე და აღდგომას არ აკეთე? შეყარი გამოყარი. აღდგომას არ აკეთე? არა, აღდგომას მაინც გონიავით ამის იმიცვალებულებისთვის რაღაცა. შენც რაღაცას ლაპარაკობ. აღდგომა ახალი წელი რა არის? შეყარი. და რა გიხარია რა წელიწად გვემატება მეტი რა არის? არ მიხარია, რა მიხარია, მე ვწვალობ ტყუილა მეტი არაფერი, მე არაფერს არ მიხარია. ხანდახან ისე გამომელია და უი ეს უნდა ახალ წელს ის უნდა ვიყიდო გამოგაქრებებ და მაგრამ რო არის მშორშეგით მაგlega მე ნუ აკეთებ შენც ვინ გეუნება გააკეთებ ყველა კი არ აკეთებ შემოგიღოს შემოვიდეს მე მოიტანოს თუ უნდა და თუ კიდე ახალ წელს კიდე სახლიდან გარეთ არ დადიან თავის სახში ხვდებიან ყველა მოიტანოს თუ უნდა და ჭამოს ამდენი უნდა თუ არ უნდა კიდე მოვიდეს ყავადალიოს და მიბრძანდეს აი საზღვარგარეთში თუ არ აკეთებენ ხო თუ არ უნდა კიდე ნურს დალევს მობრძანდეს ყავადალიოს და წამბრძანდეს ტრადიციას ვერ გავერისახ ძალიან კარგად გააკეთე სისულელე რა ტრადიციებია სიმართლე გითხრა ძალიან კარგად ვიზამთ მაგრამ ეგ არა ყველაფერი სისულელე ჩვენა აი მაგალითად ახლა ახალ წელზე ახალი წელია თუ აღდგომას მიცვალებულს
პასკა და კვერცხი და სანთელი მიდის. კი, ბატონო, იგარი. ეკლესია ამბობს, ხო, მაგრამ სხვა რა შენებული მიდის? მაგას მაინც ვერ აკეთებს. რას ვერ აკეთებს? ვერ პასკა, გააკეთებ. კვერცხი და სანთელი. ვერ გააკეთებ. всё, ძალიან კარგად გააკეთებ და დანარჩენი შენაჭამ იმას მიცვალებული კი არა ო, ჭამ. მართალია შენ. ვითომ მიცვალებულს მივაო. ჩავალ მაგიდის ქვეშ და შეჭავეთ თუ მომივარა იქ. ჩამოგეყრება რა. ო. მაგიდიდან. კიდე ახალწლზე ტრადიცია ყოფილა 12 მართვალი ის უნდა ჭამო რა ქვია, ყურძენიო. და ბედი დაგესიზმრება. აი მაგას პატრონი. ციცალი ყურძენიო? მაგიდის ქვეშ უნდა შეძრე ო. ახალწლზე. ო, ახლა მაგიდის 12 საათი როგორც გახდება და გარეთ სროლები დაიწყება, უნდა შეძრე მაგიდის ქვეშ, ჭამო 12 მართვალი ყურძენი. მერე რა ითქვა? და ღამე ნახავ საბედოს. იქნება შევჭამო მეც იქნება საბედო მეცა ვნახო. ვაი, ისე არის ახლა გიორგი. იდაღლი დაქანცული ახლა ქოით შევძრე მეტი საქმე. მარტო საბედოზე არ არის, ის არის რა ქვია. ბარაქის ის არის. არა, ბარაქა კი არა, ბედი გაგეხსნება, ბედისა, ბედის გახსნება. და მის. ბედი გაგეხსნება. ვაი, მე დედა რაღაცას გაპასუხები და გიორგი, შენ ყურძენი შეჭამე ახლა რა ყურძენი რას გიზავს? ჰა? უნდა ჩაიფიქრო მე შენც კიდე ო, სულ ვიდე. გაჩედი არიქა. შობის ღამეს უნდა გასკდები ყურძენის ჭამით და ის რა ქვია, არაფერი მოვა. ვაი, მომავალ წელს შევჭამ, აბა ერთი არ დავესიზმროს. მაგარი წელსელოდე მოიყვანე. ნელი, ნელი რა. რამდენჯერ გითხარი ეგეთ რაღაცებს ნუ იძახი. გაჩუნდი. ყველაზე მეტად მეზიზღება იქ ყველაფერი. გაჩუნდი რა. გაჩუნდი. გაჩუმებულია რა, გიგე რა უკვე. არ წამოგწდეს მეორედ. მოდი რა. ძალიანაც კარგად ავარ როგორც ავარ. ოეგი ფიქრე რომ მოიყვან ცოლსა და ის რა ქვია მოგივისი. მე წამოვდგები. მე თვითონ მოვული ჩემ თავს. ო. არ ჭიდავს მოვლინი. დიდი. არა, უბრალოდ ბეძი კი არ არის ახლა იქ სისულეზე ახლა უბრალოდ რა არის ახლა მაგიდის ქვეშ შეძულები და ბედი გაგა. ძალიან სისულელეა. თან ყურძენს შეჭამო, ყურძენის ჭამით გასკდები და რამდენია 12 მართვალი. მეტი კი არა აქვს ზოგ ყურძენს ასხმი 12 სულ 12 წელზე მეტი კი არა გზობს. ეხლა ყურძენი საიდან თან ის ჩოვლებრივი კი არა. თითა ყურძენი რომელიც რა დიდია, იყიდება რომელიც ყველაზე დიდია. საიდან მოვიტანო ისე იტყვის გიგონება არ არის ზამთარში ყურძენი. შენ გადისავსია. საიდან მოვიტანო როდის აქ თქვია ბა? უნდა გითქვა და გაჩა. არ უნდა მეთქვა. არა, უბრალოდ იცი რა არის. აი უაზრო რაღაცა წესებია. სისულელეა, ხო. აი უნდა აიკრძალოს აი ესეთი რაღაცეები, რომ აი ეგ მარტო ჩვენი მოგოლინილი არ არის დედა. აი სუპერ. უნდა იყოს კვერცხი, პასკა და სანთელი, რაც მისავალია. ახალწელზე კიდე მოიტანეთ კბილი, შამპანური და დაანებით თავი. მორჩა. აი სხვა ერი თუ არ აკეთებს და სხვა ისა, ისი იმათ მიცვალებულები არ აყავთ, ხო ყავთ? რაც მისავალია. ისინი მე მიდიან და ტაძარში ლოცულობენ. ხო. ხო. კი. რა მაგრა წვიმს? ვაიმე დედა რა გუშველება. შხაპუნა წვიმა გვაქვს სერიოზული. თან იჟეშტი რო ახურავე შხაპუნობს. შხაპუნა. წვიმა მოდის შხაპუნა. ახლა მოვა მაისი დაიწყება შხაპაშხუპი. კიდე. მოიყვანს ქვეყანა ბალახს. ეს ზამთარი ამითი არის კარგი, ბალახი არ. ყველაფრით კარგია მე თუ გითხავ. ზამთარი, სიცხე მაინც არა. რუდაწერა გიორგი, ერთი ჩაწოლა არის ზამთარში ცივა და უთვად გათბები. ხო. და ის არის რა ქვია, ზაფხულში ვერც ლოგინში ისვენებ, ვერც მაღლა ისვენებ, ვერც გვერდზე. დიდი ამბავი, ალიასკაზე სულ იმაში ცხოვრობენ, რა ქვია, კარვებში და აი მათ არაც ცივად და აი მათ არ იმას აშვებათ. ჩვენ თუ შეგწვიდებით დიდი ამბავით გათბებით. დაანთებ ღუმელს და გათბები. ხო, მაგრამ
მაგრამ ერთადერთია რომ შეშის დაჩეხვა გინდა. კაია საერთოდ ისა. ახლა ჩვენი ბაზი სად არის? მას ზამთარი უნდა იყოს ან ზაფხული. აიცი რა ზაფხული ო ზამთარი კარგია, მაგრამ თოვლი არ მოსულა საუგუნე ხალხო. რა ვიცი მარტო იქით წავიდა ეთო. ალბათ თოვლი რო თოვში რო წავიდე ბავშვით გამიხარდება. ჰა. ბავშვით გამიხარდება თოვში რო წავიდე. ინდოელების არ იყოს თოვში რომ მიდიან უხარიათ და თოვლს ვერ ხედავენ და აბა რა უნდა ქნან. რატო იქ არ არის? არ არის თოვლი. იქ არის მარტო იმაში რა ქვია ალპებში თოვლი და თოვლი არ მოსულა საუკუნე და აბა რა უნდა გავაკეთო ინდოელი კი არა მე თვითონ მიხარია ხოლმე თოვლი ფიფქებიც რო წამოვიდეს. ცარელა ფიფქები რო დაიდო იმის გიში ხარია. მე თვითონ ხტუნავ ხოლმე პატარა ბავშვით. ფიფქებო ახლა კატკატა წვიმებო. ახლა იგრე უნდა წვიმებო შხაპუნა წვიმებო კატკატა წვიმებო. ისი ადრე გიორგი წვიმის წყალში დავარი კარგი იყო დაბანა. ახლა წვიმის წყალი რო დააგრო ხო ინაიტო წყლიანი წვიმის წყალი რა ვიცი. ადრე კამკამა მოდიოდა ყველგან. ტალახიანი. ახლა ლაფია. ხორცადოთ დავაგროვოთ. რა არის ქაში კაცსა დავაგროვო ახლა. რა ის ხანდამჭიჯე. ადრე დაიბანდი გააპრიალდებოდა თმეები გაფწიალდებოდა. გახევდება ახლა რომ ამაში თმა დაიბანო პირიქით დასაბანი იქნება დაბანი იქნება. ხო და ბუნებაში ბუნებიდან ჭუჭყიანი მოდისა თქვა ახლა ვიძახი აპარასო. ვის არის ფერი აღარ არის სუფთა. ეხლა პირიქით ამ თოვლის აღარ არის სუფთა რომ მოდის გონი თუ არა. ადრე ლოლოები რო ჩამოეკიდებოდა თოვში. ორა ლამაზია. ხო და მოვტეხავდი ყრეხა. ჭანდი შენ? და არ წელი მტკიოდა, არც ისა. ახლა რო ლოლოებში ისევჭამო ამ ზამთარში რა ქვია. ყინული ხო დავაყდები ყინულს ყელის ტკივილი მომკლავს. შეხვდება ვირუსი რაღაცა. მომკლავს ყელის ტკივილი, კი გამისივდება ასე ყელი. ისე რა ცუდია ყელის ტკივილი რა. ანგინა რო აქ ადამიანს. ანგინა შმანგინა. ჩაჩირკებული ეს ყელი და ვიმე. ყინულის ჭამა მიყვარს ხოლმე ზაფხულში. ზაფხულში. ხო, ზაფხულში არ აქვს ყინულს მე ყელს და ზამთარში ხო გადგეს. ზაფხულში პირიქით ქსიამოვნებს. ხო. ნაყინზე მეტად ყინული ქსიამოვნებს გონი. ნაყინი სანამ იქიდან გადმოიყვნა შვილო კედნება და მერე უნდა შედო მაცივარში. ელოდო 3 საათი რო რომ გამაგრდეს კარგად. და ჭამო. დილამდე უნდა იყოს. რა უნდა გითხეთი? გიორგი აღარ გახსოვს რაღაცა იქნა რომ ძემოვიდან ეთ ქაღალდებში. ქაღალდებში რძე იყო. კანი იმისი. ის პოინტშიც როგორ რო შეჭამ, სანამ შეჭამ იმ ჩამოსასხმელს შეკალუქე დნება. წურწულით დადის ხალხი. მე კარგად ავჭო, მე არ მიდენება. მე და სპეციალურად ოღონდ ის პოინტში ზაფხულში იმაში ვერ დაჯდები, რაც ყველაზე ლამაზია. რა ქვია? სურათების გადასაღებად. ის არის რა ქვია. ადგილი ეს არის ის პოინტში. რა ქვია? რა ქვია მას? ფანტანი და ვერ გადაიღებ. სათვალეს მოიხსნი ასე ხარ? ასე გამოდიხარ მოჭუტული? თავზე ზეგანათებს? მე სურათზეც ფოტოს რო გადაიღებ იქაც იმას აშვება? ხო. აი მინით უნდა იყოს დახურული, კარგი იქნება. რაღაცა სპეციალური არ წვიმა ჩავა. ხო, და არც ის არ ქვია. ო ისე უფრო სიგრილეც იქნება თან. ხო, თან გაშვებული ხო აქვს? ხო, აქვს ის არა ქვია. და გრილი იქნება უფრო. სასიამოვნო იქნება. თუ წავედით იქ შევიდეთ მეორე იქანა. სადა? იქ. აქეთ მხარეს, ხო? ჰა, შევიდეთ. კი.
მაკდონალდსში იქნება მოუხვდე. იქნება ზია. ჰა? იქნება ზია. იქნება მოუხვდე ხო? რამდენჯერ იმას აქვენი ვერ მოუხვდი. არ მივდივართ, არ შევდივართ და. თუ შეხვედი რა თავის ტკიერ ფეხები თავის ტკიეწაო შენ თუ არ მოიფიქრე. ეგრე რომ დადიოდეს თავის ფეხები, ესე იგი ყველგან წაგვიყვანს. ისინი მაგარია, ფეხები რო წინ გარბოდეს და ნუ გარჩენბოდე. ერანაირად. ეგრანაირად. ახლა რა იბოდია? არა, ბუდიალე კი არა ეს. მიდი. თავის ნებით. რო რასაც უნდა იმას აკეთებდე შენ არ გეკითხებოდეს. ისე აი ხა ხუმრობას თავი დაანებე. აი ავტობუსები რო დანიშნონ აქ სოფელი გამარჯვებაში. რა ძალიან კარგი იქნება. აი მართლა ახლა გამახსენდა ავტობუსები. რა კაი იქნება შენი რაც მიხვალ. მშვენიერი ტრანსპორტია. ის არის ფასი ფართია. სხვათა შორის ის არის აქვია. ისიც რო წამოვიდეს მეტროც აქეთ. მეტროში ჩახვალ, გახვალ ის პოინტამდე, ამოხვალ ის პოინტში. სხვათა შორის ამბობენ გიორგი. ლილოს იქ ხო აეროპორტი ხო შენდება. და ლილოსთან მოვა, ის პოინტთან იქნება. სხვათა შორის იძახიან რომ ის არის აქვია. იძახიან რომ აეროპორტიც ხო იქნება იმაში. ხო. დიდი ტრიალი მინდორია. ხო. იძახიან რომ ისინი რა ქვია, ტურისტული ისინი უნდა გააკეთონო. გაკეთდესო. ლაქშერი გახდება საქართველო რა. არა, მართლა კარგი იქნება. თავარი დუბაის თუ დაემსგავსა საქართველო. აუ დუბაიში აღარ წავალ. თავარია გქონდეს ხალხს შემოსავალი და რაღაცა გქონდეს თორე. გასართობები ბევრი არის საქართველოში. გასართობები არის რა თქმა უნდა, აბა აქ ისიქამდე ჩამოდიან ხალხი რომ ის ნახონ. რა ქვია? არის რაღაცა საქართველოს ძალიან აი ისი მიმზიდველი ქვეყანაა. ამდენი რამხელა დედამიწის ბოლოდან ჩამოდიან ხალხი რომ ისინი ნახო, ის ნახონ. ის ყველაფერი ბუნება. და სუფთა. სხვათა შორის მინერალური წყლები გვაქვს. კი ბატონო. ის გვაქვს. მარტო რაჭაშია რამდენი მინერალური წყალი. დინარეები რამდენი გვაქვს ხალხო? ხო. მინერალური წყალი და როდალები და დეიწაფები. ერთი წყალი არის ჩვენ. მე მაგალითად არ მიყვარს მჟავე წყლები. უწერაში არის წყალი, რომ გადამოდის ხალხო ბოდიშიან სიტყვაზე, რანაირ ცუდი სუნი აქ იცი, მაგრამ დასალევი. აი მე რა საზღვარი სუნი აქვს, მაგრამ დასალევით გემრიელია, მაგრამ სუნი თან ზუსტად ესე შვება. შეჩერდება გადმოისხმება ხოლმე. ბოთლი რო გინდოდეს ჩქარა გასვება ვერ ხო. გავასებ. აი რო გეჩქარებოდეს ხო ბოლოს ვერ გავასებ სწრაფად. ხო, ვერა. მე ხალხიც ხო არის. სანამ შენი სამ ბოთლს გავასებ, ის ხალხიც გელოდება. ხო. ერთი ბოთლი წლის ივსება და. მაგრამ სხვათა შორის კარგია. მაგრამ გავლისას რო წინასწარ აიღო ის წყალი და იმას აქნა დაიტოვო და წამოიღო მერე დაილევა. აზრი არა აქვს. რა დაილევა გიო გაზი გაუვა. მარტო ეგ კი არ არის, სხვაგანაც არის. აუცილებელია ის გავსვა, ქვევით ისიც არის, რა ქვია. მუცა, აუცილებელია ეგ ის გავსვა, რა ქვია. ხრალი წყალი. დაბლა ჩახვიდე. ხო, დაბლა რო არის, რა ქვია, ნაპერ წყალა უთრო რაღაცა ქვია, რა ვიცი. ხო, რაღაცა ქვია, ხო, ის რო გამსურა რიონთან რო არის. რიონთან არის, ხო, თან რიონსაც გახედავ. თუ გინდა გახვევი. ჩაგიყვანს პორტში. გახვევი თან, ჩაგიყვანს იმაში. რა ქვია, ჯერ ქუთაისში გაგატანს და მე პორტში წაგიყვანს. ნახავ იმებს, რა ქვია, გემებს. ხო. პორტში. ზღვაში ჩაგიყვანს პირდაპირ. ჩემი ჩუსტი ერთხელ მომპარა იმან. რამდენი ჩუსტები მაქვს მაგრიონზე და ვინც პორტში ყრია ჩემი ჩუსტები. ზღვაში. პორტში ყრია ჩემი ჩუსტი. ბავშვობაში ხან ჩუსტი მომპარა, ხან ნასკი მომპარა. ნასკი რაღაცე მომპარა, ხან აერე მომპარა. ახლოში ჩამივარდა და ვეღარ დავიჭირე. ვერაირად. რა ვიცი, რატომ მეცვა ნასკი ახლა? ნასკები რაღაცა გეცვა მდინარეზე. არა, რო ჩავდიოდი გიორგი ეზოში მეცვა ნასკები რაღაცა
თითქოს შემცივდა ფეხებზე ამ მოვიცვი და გავიხადე იქ წყალშუნა შესულიყავი და წამართვა ნასკი. ჩაგივარდა. ხან ჩუს წამართნედა. ჩაგივარდა და. ერთხელ შლოპანცები წამართვა. მაგრამ დავიჭირე შლოპანცები. ერთი შლოპანცი დავიჭირე. დავიჭირე რავი ახში. ერთი ცალი დაიჭირე მარტო? ერთი იყო, ერთი წამართვა, ორივეს კი არ მართვებდა შე. მეორეც გაგეყოლებინა მე თან რაღაც გინდოდა. ეს დავტოვებდი, იქ ფეხშველა მოვდიოდი იმაში, რა ქვია. წყალი სახლში. და ჩემოდი ფეხშველა. ჩემი ჩუსტები ხან ფოთში არის და ხან ახლა წავალ ფოთში და მოვძებნი იქ ჩემი ჩუსტები ხო არ არიან და თქო. შეიძლება იქ იქნება რას გაიგებ. მელოდება. ხო. ვაი, მირა სადა ვიტყვი ხა. შეიძლება არის რას გაიგებ. ერთხელ ისა რა ქვია, იქა ვართ ბავშვები, გაიგე და ერთმა ბავშვმა ჩემ ამხანაგმა რა იქა. ნათესავიც არის დეჩე. დეჩემს ნათესავია და თავისთავად დეჩემს ნათესავი რო არის ჩემიც არის. ხო. არის ცოტა ცურო და ფუფხებს და ის არის. ჩაყურყონ ამოთხრილი ჰქონდა ორმო გიორგი და დაგუბებული. რო ის ცოტა ხმა ხო უნდა ყოფილიყო რომ გეცურავა და გავუკეთები ახლა. ქვებში რა სიცურავებდი მდინარე ხო ქვა არის შიგნით. და ის რღმა იყო და ჩაყობს თავს იხჩობა იმაში. მოყავს კიდე ჩაყობს თავს ძლივს გამოვათრიე იქიდან იმიდან მერე. როგორი რთულია მერე აი წყლიდან ადამიანის გამოყვანა ხო? სანამ აი ხელზე ვეკაჩებოდი და არ მოდიოდა და მერე მითხრეს ვიღაცა ბიჭებიც იქ იდგნენ და მე გადავარჩი. ის არის რა ქვია. თმაში ითრევს რაღაცნაირად. თმაში უნდა მოკიდო, ხო? თმაში უნდა ჩაკიდო ხელი ისე მოვაგლიჯეს სკალპი გონია. ითრევს. დავტოვე უსკალპო. მთელი ერთი კვირა ესე წონდა. დავტოვეთ მები. და ვერ მომყავდა და დახჭობას ისე დავიტკივილი ერთშია. ის არის რა ქვია. რაღაცა მინდოდა ხალხო თქვა. რაღაც მომბუდი. მინდოდა თქმა და დამავიწყდა. აი ვინც მითხრა იოდი წაისვი ხოლმე ახლა და წურისას წავისვა კიდე აქა. კაია, იქნა მომშორდეს. რა გინდოდა გიო? ვაი მე რაღაცა მინდოდა თქმა. აი ისა შავი წყალია მეთქი რო ვიძახი ყრალი წყალი მოდის მე. ის მჟავე წყალი ხო იცი შავი წყალს იძახიან იმ წყალს. ფერი ხო სხვანაირია. რაღაცა ფერი აქვს. ამღოული, შავი აი თითქოს მურია ღიად გახსნილიო რაღაცა წყალშიო. და იმის ზემოთ არის კიდე მჟავე წყალი, კიდე. მაგის ზემოთ კიდეა? მაგის ზემოთ უნდა ახვიდე გიორგი და მდინარე ჩამოდის. ხო. ჩამოდის გიორგი მდინარე და ის მდინარე იცი როგორ ჩამოდის? აი ასე თითქოს ჩარღმავებულია. ქვა არის დიდი და აი ჩაჩქერივით ჩამოაქ ის მდინარეს და იმის ქვეშ იმ ქვასთან რო შეხვალ. და ჩაიკუსკები ესე და ჩანჩქერი გესხმება ზემოდან. აი მე რა კარი. უნდა ჩაჯდე ისე რომ მოუხდებით ხო არა ვიდეთ. მოუხდეთ რავი ავიდეთ რა ვიცი მე და რა თქმა მივაგენი ბავშვი ვიყავი და დავიკარგოთ იმ ტყეში. და თქვენ მარფეში ვჭამ. გლებიც არანაკლები ქრევიან. ფოცხვერები. არა დათვები არიან იქ უფრო მეტიც. გლები და ფოცხვერები არ არის. ხო და დათუმა თუ შენ ჭამა რაღაცა მინდა ეგეთიც დასვენება. გადავიღეთ დათვის ჭამას ჩვენ. მაგრამ ვინ დადებს? ვინ დადებს? დათვი დადებს. კადა. დათვს ვეთყვით რომ სანამ შევჭამ დადევი. სანამ შევჭამ ჭამს ვიდეოს გადავიღეთ და დადევით ხო? რამდენი მიბანავია იქანა და თუ ხომ ვაგენი რა ვიცი მე. რამდენი წელი არა ყოფილა იმ ადგილში. იქა დავიკარგოთ და სადმე ან იმაში არ მოხვდეთ ან სამხრეთ ოსეთში ან რუსეთში კიდე. არ დავიკარგოთ. ხო და ის არის. ეგრე იყო ჩვენი საქმე. და იმის ზემოთ ესე უნდა ჩამჯდარიყავი წყალში და ზემოდან ის გესხებებოდა რა. წყალში სულ არ ჩავჯდები დავაყარიელები ქაურო. კამკამა მოდის, კამკამა. ვაიმე როგორ და აი რო ჩაჯდები და ცისფრად რო არის აკამკამებული წყალი. ვაიმე რა კარგი. გამიბუშდა. უფრა. ვაი ეს ფეხი რატო მიბუშდება ხოლმე? რა კაი იყო. მაგარი.
მე მჟავე წყალს წავიღებდით, საჭმელებს წავიღებდით რაღაცეებს. ძალიან კაი იყო. ერთხელ მე და ბებია ჩემი წავედით იმაში ტყეში. იმდენი ის მოგრიფეთ რა ქვია. ტყის მარწყვი, იმდენი ტყის მარწყვი იმას ვქენით. რა ქვია, მოვკრიფეთ ესე. და მე რავს ვიზამდი, იცი, წვრილი ბალახები როა ესე რაღაცნაირად და ზემოთ ისა აქვს. ჩოთქივით ისა აქვს. ხო, ჩოთქივით ის რო ვიცი. ხო, რაღაცნაირი, აი იცი როგორ ბოთლის არიცხი ჩოთქივით. ჯაგრისა. ხო, ჯაგრის რო გავს. იმაზე ავასხამდი ამ იმას რა ქვია, მარწყვებს. ფასა ჩამეყარა. მაგრამ მე მეორე და მესამეთ რო წავიდოდით, მე მიქონდა ვედრები, პატარა ვედრები, ესე პატარა ვედრები მქონდა ბებიაჩი. გავახსენდით იმას მოვიტანდი, დავშაქრავდით, აი მე რა კარგი იყო. ტყის მარწყვი გემრიელი. აკ თხილი მე რამდენ სავკრებავდი. თხილიც. რამდენ ვკრებავდი? მატიტელას. თუ იცით მატიტელა წამ იმის გემოაქვს რა ქვია. რა ქვია? წიწვატის გემოაქვს. დუსი. ეგ არ ვიცი, ეგ მეორე მაქვს ჯამი. რომელი? ეგ წეღან იმის წინ მაგის წინაც აქვს. მატიტელა? დუსიც ნაჭამი გაქვს. არა. დიყი არა გაქვს ნაჭამი, თორემ დუსი კი. ხუჩამ ჩამოიტანა აღარ გახსოვს ცხვილები. რომელია რო ძალიან სუსხავს? არა, ის არის როგორ დიყი. დიდი ფოთოლია. ხო, დიყი არა, დიყი არ გიჭამია. არ დავსუსხოს გიორგი არ მოსწოს. დიყი არა, მატიტელა და ის გიჭამია რა ქვია. რა ვთქვი, დუსიო თუ რა ვთქვი? ო რაღაცა იგეთი. დიყი, არა, დუსი ხო. რა უცნაური სახელები ქვია ამ ბალახებს რა. აი ესე ბალახი იყო, ღერო იჭმებოდა და იმ ღეროს ასე რო გადატეხავდი, იფწქნებოდა. ეს მუყუდო არ არის? ხო, მუყუდოა. მე მუყუდო მაქვს ნაჭამი. სხვილები. ხო. ხო, მუყუდო და მატიტელას ნაჭამი. ხო. მუყუდო, ხო. დუსი არა, რა ქვია? დიყი არა. დუსი სახელია. ეგეც ვიცი. არის ეგეც ნაჭამი გაქვს. ნაჭამი არა მაქვს. დუსი არა გაქვს ნაჭამი. როგორ არა? არა. კი. თუ მაქვს, რა ვიცი, მაგ დარც მაქვს. იმიტომ რომ ხუჩას მქონდა ხოლმე რა არა. უი. როგორ არა? რა წყალ ხუჩას მქონდა, მაი მე რამდენი. მოეწეწა. და ის არის რა ქვია. ნაჭამი გაგიო. ისეთი კარგი არის რომ რა ვიცი. არა, დიყი არც მე არა მაქვს. დიყი არის ჩოულებრივად დაგსუსხავს ხალხო ისე რომ ასე გონია დამწვარი გაგდა. ჭინჭარზე მაგრად. აი ესე ამოგიფქავს. ჭინჭარზე მაგრად. ორგანიზმს. აი კანს. ჭინჭარზე მაგრად სხვათა შორის. ხო, ჭინჭარზე მაგრად. ისეთი დამწრობა აქვს. გეგონება რომ დუღარე წყალი რო გადაისხა და რაღაცნაირად რო გაქვს. ეგეთი დამწრობა აქვს ზუსტად. ზუსტად იმას, მაგრამ იჭმება. იჭმება, ოღონდ როგორ ჭამენ კი, მაგრამ ხელთათმანებით უნდა და დახურული უნდა გეცვას გიორგი. ან ზოგადად როგორ წვენიასად უნდა მოგხდეს და ბოთოლი. ხო, ვიცი. ჯერ როდი გორ უნდა მოკრიფო. და ის როგორ უნდა შეჭამო, ხო ჩაგი სუსხავდები ისა რა ქვია, ყელი. გიორგი რო შეჭამ აღარ ასუსხავს. თავარია უნდა წვენიასად. გავწკნა ალბათ. ხო, უნდა გავწკნა. და ის არის რა ქვია. გემრიელია და რომ მივედით აღარ გახსოვს ვასო რო იყო და ფუფკო. დამწვარი ხო, მაგით არისო. ხო. ისეთი აქვს, აი გეგონება დუღარე წყალი გადაისხი. ხო, ეგეთი ის აქვს. აი ძალიან დუღარე. აი აბაზანაში რო შეყვა, დუღარე აბაზანაში. აი ცეცხლი და დუღარე თუ არა ეგეთია ზუსტად. ეგეთია და მე ძალიან გემრიელია. რა, ნაჭამი გაქვს ეგ? კი, გავწკვნილი ოღონ მე გავწკვნილი არა. ეგ არ ვიცი, არ მაქვს ნაჭამი. არც მინდა რომ ჭამო. გავწკვნილი ნაჭამი, მე გავწკვნეს არ მოძლებდნენ. მატიტელა კაია. აი იცი, იმის გემო. მაგას იმის გემო აქვს რა. აკაც არის ეგეთი ბალახი, მაგრამ არ არის ეგა. ეგეთია, ზუსტად ეგეთია, მაგრამ არ იჭმება. არ იჭმება, ხო, არა, ეგ არ არის მგონი. ზუსტად ეგეთი ყვავილი აქვს, მაგრამ არ იჭმება, აქ არ აჭამენ იგივე. ფოთოლიც იგივე აქვს. აქ არ აჭამენ. ყვავილიც იგივეა. აქ არ ჭამენ რატომღაც არ ვიცი. მე ძალიან ამოდის ხოლმე. ხო. რა ვიცი მე მაინც ვერ რისკავთ რომ ჭამოთ, იმიტომ რომ რაჭაში რომ მივდიოდი ხალხნო,
რომ მივდიოდით ჩვენ სახლის დაბლა არის ის გამოდის რა ქვია წყაროს წყალი ესე მიდის და იქ იმ წყაროს წყალთან ქვები იყო დიდი ბრტყელები და ვითომ გაზები გქონდა ბავშვებს აქინდელი გაზები გქონდა ვითომ ის არის დავხატეთ ხალხო დავხატეთ ისინი რა ქვია გაზის ფორმა ზემოდან ის იყო რა ქვია გაზის ფორმა დავხატეთ ვითომ გადასატრიალებელია ვითომ ის ქონდა საჭმის შესადები აი ვითომ ნამცხრებს ვაცხობდით და ერთხელ გამოვაცხეთ რა ვიცით გავატლაპიანეთ ასე გავა იმას ვქენით და ვითომ სამსართულიანი თუ 4 სართულიანი ტორტი გამოვაცხოთ ვითომ ბისკვიტები გავაკეთეთ ესე მგვალად კოხტათ ამ სიმაღლეები და ის არის რა ქვია დავალაგეთ ერთმანეთზე დავალაგეთ მორთევით იცი გვირილებით რაღაცა ფოთლებით რაღაცა ლამაზი ფოთლებით იმით ისეთი ლამაზი იყო ხალხო გონია დაშლდაგენანებოდა ისეთი მეზობლის ბაღი მოვიდა მეზობელი მოვიდა საჭმელი რო ყოფილიყო დაგენანებოდა შეჭმა ისეთი ლამაზი იყო აბა ტალახს უარ შეჯანდი აი მე როგორი ცივი მოდიოდა ისა წყარო და წამი რო ფეხებს ჩაყოფდი წყაროში აი ესე მიდიოდა წყალი რომ რიოს უერთდებოდა ის გაკვალული ჰქონდათ რა აბა რო არ დაგროვდეს ხო რო არ დაგროვდეს და ისეთი ცივი როგორც ყინული რა ასე გონია ყინულები ჩაყარესო ისეთი ცივი იყო რაც მეტლაპუნაობა მითამაშია პასკა გამოცხიო კიდე რო ამოყირავებდით ვედრებს და რო არ წხვევი თუ არ გამოცხევები გაგებუტები ხო რა იყო ახლა ისეთი კაი იყო რა კიდე აქ გამარჯვებაში რომ ჩამოვიდოდი ხო ბევრი თოჯინები მყავდა გამარჯვებაში იმდენი და აი ფანჯარასთან შეშაროგვილაგია იქ იყო გადაჭრილი ისინი გიორგი ასბესტის ტრუბები მსხვილები იმაზე ვითომ ბევრი თოჯინები ხო მყავდა ასე დავაჯენდი ვითომ იმაშიანიან გაკვეთილზე მივყავი მასწავლებელი ახლა თოჯინა გამცემდა პასუხს ნიშნ მივიდოდი მოვყვებოდი იმასთან თოჯინასთან იმას რა ქვია ლექს და ვითომ 5-იანი 10-იანი მიიღო მერე კიდე ასე მეორით მერე მესამეთ და ბოლოს გაგვიგო მასწავლებელმა ბოლოს გაუგე ის რა ქვია ვითომ მასწავლებელი ვიყავი მე და ის არისო რა ქვია ვეღარ ავთქვი შექალო დავსვამდი ასე მასწავლებელი გაუგე ვითომ მაბრაზებდა ბავშვები და ვითომ გაუგე მასწავლებელმა რომ რატომ აბრაზებთ მეთქი ვბრაზობდი ვეჩხუბებოდი აი მე რა კაი დრო იყო იცი მართლა კაი იყო ბავშვობა რაც ვითომ კატალეტებს გამოვაცხობდით იმას შვედი ვითომ მე ტალახით ვითომ პიურეს გავათხელებდით იმ ტალახს და ვითომ პიურეს ვაკეთებდით ცოტა გავათხელებდით თხელი პიური არ გინდა და კატალეტი არ გინდა მეთქი ვეტყოდით ბავშვებს ეს აღარ ვაკეთებდით მე რივნის პირზე გიორგი ისინი ბრტყელი ქვები ხო არის ბრტყელი ქვები ის ხო ცხელი იყო გადავასხავდით გადავრეცხავდით იმას და ასე დავწვებოდით მზეზე იმ ბრტყელი ქვებზე ტანსაცმელი რო დაგვისველდებოდა ახლა ადრე კოპერნიკეს ვინც თავიკავებიანო შორტებიანად შევდიოდი რო დაგვისველდებოდა ხო იმ ქვაზე რო დაგედო წამში უცბად აჭირებოდა ისე ქვაზე კი არა ახლა სოფლებშიც რო არის ჩავლენ მდინარის პირას წამოჯდებიან ხოლმე ითი საცურაო კოსტიუმებით ამაში ბავშვები გასაშველიც რო ყოფილიყო გასაზაგრად ნებოდა მაგრამ ძალიან კაი დრო იყო რა რაც მე მანქანები და თუჯინები მყავდა აი მე წარმოგიდგენია რამდენი მქონდა კუხნები მე რამდენნაირი ვინც ის მე ბრტყელი ქვებზე დავაბრუნდამე ხო ხაზე მე ბრტყელი ქვებზე რო იმას ვქნით რა ქვია გაზებს დავახატავდით ვითომ გაზი იყო გიორგი და ვითომ საჭმელს ვაკეთებდით იმას რა იყო ჩეჩეტოვდა გამოვიდა ბავშვის ფანტაზია
გამოვიტანდით რამე რუმეს რა ვიცი მე და პოკეტებით ეგრე. ბავშვის ფანტაზია რა მე ქვაბები მქონდა შავტარიანი, ნაინაირები წითელ კოპლებიანი. მაგარი იყო. კარგი იყო. ჩავიცვამდი დეჩემის პროპკებს იმებს აქა. იმებს რა ქვია ქოშებს. პროპკებს ეძახოდნენ ადრე ხის ძირები. ახლა ხის ძირებს ეძახიან თუ ცოტა მაღალი რო არის ერთიანი ძირი რო აქვს. ვითომ პედაგოგი ვიყო. რაღაცას ეძახიან. რა იყო რა უაზროებები იყო. და მე უყვებოდი ლექს, თვითონ მასწავლებელი ვიყავი და მე უყვებოდი ლექს. თოჯინარას მოყვებოდა. თოჯინარო იყო გახსოვთ? იმას რომ ღეროდა ხოლმე. აქ რო დააწვევოდი და ხო, ეგეც ვიცი. შევინგრია იმ კიდე გიორგი რო პატარა იყო, რო ეტყოდით გიორგინა სათამაშო კინდერი. კოლექცია ქონდა კინდერის. სათამაშოების კოლექცია. იცინი მქონდა რა ქვია. იცინი მქონდა ისინი. პინგვინები ისინი რა ქვია. ყველა ბეგემოტების სპილოები მქონდა. ყველა ცხოველი ყავდა. ყველა ცხოველი. დისნეის ისინი ხო მქონდა ქვეყანა გმირები. კი. ახლა კაი დრო იყო ბავშვი. აი ის დრო რო აღარ დაბრუნდება. ის დრო აღარ დაბრუნდება არასოდეს. რა გამახსენდა ხალხო? ვინ იმას აღშრებოდით ხოლმე რა ქვია? სკოლაში. სანამ წახვიდოდით, ვინ უყურებდით ხოლმე მულტფილმებს, რო გადიოდა ტელევიზიით. მე 7 საათზე ვდგებოდი მაგის გამო, რომ მულტფილმს მეყურებინა. 8 საათზე იწყებოდა. ხო რა. და ხე 2 საათი მაინც გინდოდა მომზადება. სანამ მომემზადებოდი, ჩავიცმევდი, იმას ვიზავდი რა ქვია. ჭამა. ჭამდი, გაკვეთილებს გადავიმეორებდი. და ისიც იწყებოდა, მე მთავრდებოდა და მივდიოდი სკოლაში. აი იყო. ხალხო არ გესმით ჩხაპუნი. აუ ხალხო. წვიმა არ მიყვარს თქო, მაგრამ რო წვიმს ხოლმე გარეთ და მე შიგნით ვარ და ხმარო ისმის. ვაიმე რა კაია? სასიამოვნოა. და გაახედე შუქიანთია გარეთ. უარა წვიმს. არ ჩანს მე. გამოჩნდება, როგორ არ გამოჩნდება. წამოდით. გაგახედოთ. აი ხალხო როგორ წვიმს. ფუ? შეცვები სუნია. ფუ. კიდევ კარგი თქვენთან არ მოვიდა ეს სუნი. თქვენ ვერ გრძნობთ, ფუ რა სუნი იყო. რა იყო, საიდან მივიდა? რა ვიცი. მე ვიცი და მოვიდა. ეზოში დამაგ ქოლგა და მაღაზიაში კიდე ქოლგის გარეშე წავედი და გავილუპე. აი მე მაგარი წვიმა არის, არა გუშველი. გაწუწული ძაღლებით ვიყავი. მოვიგონეთ რაღაცეები ხალხო. ხან ალთას, ხან ბალთას, ხან მილთას, ხან ბულთას, რა ვიცი. რა კაი იყო. ადრე მულტფილმები გადიოდა და ეხლა ყველაფერს დებილობას უშვებენ. ადრე ხალხო რა უნდა გითხრა. ვიღაცა ბიჭუნას უყვარდა ისა რა ქვია, ჩემი დეიდაშვილი. არადან ნათესავი იყო რა. ძალიან ახლო ნათესავი. ახლა ბიძაშვილი და მამიდაშვილი და ისეთი რაღაცა ახლო ნათესავი იყო და დეჩემის ხრიდან. ხო და მე ის არის რა ქვია. უყვარდა და ჩემ დეიდაშვილს თავს რატო არ ანებებ მეთქი ჩხირი ჩავარდე ბეჭში. საქსოვი ჩხირი. გავამწარე ბავშვი. აი ვითომ სკოლაში რო გვიყვარდა, შეგვიყვარდებოდა ხოლმე ვიღაცა, ვითომ ვეძახოდით, ნამდვილი სიყვარულს ვეძახოდით. ბავშვობაში ვიღაცა რო შეგვიყვარდებოდა, ვაიმე.
ნამდვილი არა მერთო რაღაცა ბავშვურის სისულელე მაგრამ დიდობაში მართლა ხდება შეიძლება სხვათა შორის ბევრი იმას აქნა რა ქვია ბევრი ერთად არის სკოლიდანვე ბევრს უყვარს ერთმანეთი და ერთად არიან დღეს შეიძლება შეხდნენ ხო და რა ვიცი მე სისულელე მგონია ბავშვი პატარა ბავშვს რო ვიღაცა შეგიყვარდება სისულელე არის და მერთო რა სისულელებს ვაკეთებდით ხოლმე ხალხო რო გავიხსენებ და ეხანდელ ბავშვმა სადიციან ან ტალახიან და ის არის რა ან ქვია რაღაცა სხვათა შორის რო გამახსენდება ხოლმე შემომაწვება ნოსტალგია ვის ბავშვური ბავშვური ნოსტალგია ათასანაირი რაღაცა იყიდა ნოშვება რა ქვია შემოგაწვება ხო რო გაიხსენებ მაინც კარგია ის პერიოდი არ დაბრუნდება პერიოდი რა ფერაღა და გიბრუნდება ნამდვილად. შეიძლება კი რა ახალგაზრდა ის პერიოდი ნამდვილად არ დაბრუნდება მაგრამ კარგი იქნებოდა რომ დაბრუნდეს მომენატრა სკოლა სადი ჩაიარა სკოლა მომენატრა ეხლა ისეთი სკოლა აღარ არის ეხლა იმას მაგონებს რა ქვია ფსიქიატრიულ განყოფილებას რო შევხედავს ფსიქიატრიულ თოჯინების ხან ექიმი ვიყავი ხან მასწავლებელი ვიყავი ხან მშობელი ვიყავი ხან ვინ ვიყავი ვითომ მასწავლებელი ის კლასში რო იყო ვითომ მასწავლებელი კლასში იყო და მე ვითომ მოსწავლე მივე ის რა ქვია მშობელი მივიდოდი ვითომ მასწავლებელთან მე გადავიდოდი მშობელის მასწავლებლის მხარეზე და დაუწყებდი ვითომ ლაპარაკს ვითომ ვიღაცა იყო ჩემ გვერდზე და ესე და ისე მაიმე რა უაზრო რაღაცებს აკეთებ და დრიდელი ბავშვებო აუ ხალხო რო დავაკვირდეთ ხო თამაშებსაც ისეთ რაღაცას უაზროს მოვიგონებით ხალხო რო არც არსებობს ხო რა თამაშებსაც მოვიგონებდით რომ ხოლმე რაღაცა უაზრობებს დახუჭობანა დაჭერობანა ეგენი ხო არის მაგრამ ვითომ მე ციცინათელებს დავიჭერდით ხალხნო იმაში და ბრტყელი ქვა იყო იქა კედელზე აი ესე იყო ზაბორად გაკეთებული ბრტყელი ქვა ძალიან ბრტყელია იმართლა რომ კეცებს ეძახიან მაგ ქვებს დიდი ქვები არის იყო და დიდი ბრტყელები ძალიან ბრტყელები დავიჭერდით ამ ციცინათელებს და ვითომ ასე გაუსვამდით ციცინათელებს ხო ცისფერი ის აქონდა მწვანე რაღაცა ვითომ წამოვიდოდით აქ ეს სკამი იდგა უბანში და უყურებდით თვითონ კინოთეატრში ვიყავით რა საბუდავდით ახლა და ხუჭობან ახლა რო ვიღაცა მომკლავს რომ მითხრას აქ დავიხუჭები და სოფლის ბოლოში ჩადიო ხო აი ჩადიო აი ჩვენ ქუჩაზე გადიო ცოტა იქითო ვერ გავაკეთებ და ხო იცი ჩვენი სახლი ვიღებში იქიდან ჭალებზე ჩამოვდიოდი დაბლა რიონთან დასამალად გიორგი ზევით რო იყო დახუჭული ჩადიოდნენ რა ის არის ღამე 12 პირველ 12 საათზე ეხლა 12 საათზე რო ბიჭთან გაიარო დედა გათახსირებულს დაგძახებდნენ და აღარც არის ის დრო მამა შვილს აღარ ინდობს და ვინ დაგინდობს და ისე ვიყავით ერთმანეთში ჩვენ ბავშვები რომ აი რა ვიცი მე ძალიან კარგად ზოგადად ზოგმა ადამიანმა მაგალითად ზოგმა მარტოც რო გაიარო ისე ბეცივით გიყურებს რომ გეგონება იმას უყურებს რა ქვია სამუზეუმო ექსპონატს რაღაცას არის ხანდახან შეიძლება ერთხელ ვიღაცა სამიყურებდა და რა არის ანგელოზი არ გინახია თქო გაიგონა გონი ციოდ გაიხედა იქით ის არის რა ქვია ეგრე იყო ღამე 12 საათზე ჩამოვიდოდით დამალდახუჭობანას თამაშობდი ხო ვითამაშებდი და მე წავიდოდი დავიძინებდი სახლებში ყველა ხო და რა გინდა ის არის რა ქვია მე თვითონ შევეწარე ვიღაცა კორეელებს ველაპარაკებოდი ხოლმე აქ მოხდნენ რა ქვია ადრეც გითხარით მგონი კორეელები იყვნენ აქ მოხვდნენ და თბილისში გვინდა წასვლაო და აეროპორტშიო და როგორ წავიდნენ რა უხსენი ის იმასო რა ქვია ტაქსის მსგავს იმასაც არ წოდნიან ნორმალურად და მე რა ვიცი აქეთ საიდან მოხდა ვერ გავიგე ხო და
ადამიანებს ველაპარაკებდები ხალხო და ვიღაცა ქალი მოვიდა და ბეცივით ამიყურებს. ხან იმათ შეხედავს, ხან მე შემოხედავს, ხან იმათ შეხედავს, ხან მე ხო შემოხედავს. და ელემენტარული სიტუაცია. ამეშალა ნერვები ხალხო. კარგად გემრიელათაც ხო გამოვლა დღის ქალი. ეხლა როგორია, უხერხულობაში ჩავარდი. ეხლა როგორია, ეხლა აუხსენი იმათ, რატო გიყურებს. როგორია იმათ აუხსენი უთხარი ხო უნდა უთხრა რაღაცა, რატო ვიყურებს ეს ქალბატონიო და ეხლა რას იზავ? მაგ დროს. 50 წავიდი. ხო. ხო და ეგრე იყო ჩვენი დრო და საქმე. ძალიან კარგი ვერც მოატყუებ. ხო. ადამიანს ვერც მოატყუებ, შენ არ გიყურებს, რომ პირდაპირ ხედავდნენ ადამიანები, რომ მაგას უყურებდნენ, ბრმები ხო არ არიან. ხა მე წავიდოდით. ვითამაშებდით საღამოზე 12 საათამდე. ხა დასასვენებლად როცა ხარ არ გეძინება. ხო, არ გეძინება. დახჭობა. 50 წავიდა, ხო, წავიდეთ. ხო, წავიდე და ძალიან დიდი წავიდეთ. დაჭერობანას და დახუჭობანას და რა ვიცი მე რაღაც აღარ ვთამაშობდით. ახლა არაფერს აღარ ვთამაშობდი. პაჯბიო და მანჯბიო და რა ვიცი მე რეებია. და ახლა დელემა ბავშვს რო უთხრა დამალ დახუჭობანა რა არისო და დახუჭობანა რა არისო შეიძლება ასე მოგაგიყუროს ეს კალი რაღაცა უცხოენაზე არ მელაპარაკებაო. ვიციო. მოდი ახლა რეზინობანას მე უი რა მაგრა ხტუნაოდით ერთი ამ ხო და ის არის აქვია. არ დავამთავრე. დავამთავროთ მიდი. ის არ დავამთავრე, რასაც ყვებოდი. ხო მიდი უთხარი და წავიდე. გითხრათ 1-2 სიტყვა. აუხსენი ახლა იმ ხალხს რატო გუყურებს? აბარ სისულელი არ არის? ეგ ხო საერთოდ კულტურაა. გიორგი მართალი ხარ, მაგრამ ეგ ხო საერთოდ კულტურაა ხალხო. ეს სამუზეუმო ექსპონატს რო უყურებ, ისე უყურებ და იქალი. მოდი ახლა ხალხო დაგემშვიდობებით. დაგემშვიდობები. კარგად იყავით, მაგრად იყავით. ხანდახან შეიძლება რაღაცა უაზრო წამოვრო, რაღაცა ვერა ვარ დღეს. თავი მტკივა. გაიხარეთ, გამრავლდით, გაბედნიერდით, ჯანმრთელობა მოგცეთ ღმერთმა. მშვიდობა და ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის, მოსმენისთვის, გამოწერისთვის, რეკლამებისთვის და რა ვიცი მე და ყველაფრისთვის, რა ვიცი. შეიძლება გამოვჩეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა და გაიხარეთ. თქვენით არის ეს არხი განვითარებული. გაიხარეთ, გამრავლეთ. აბაჰე და აბაჰე, კარგად. აბაჰე. რაღაცნაირად უნდა ავყოთ ამ ცხოვრებას. მეტი გზა. რა გავაკეთოთ? მეტი გზა არა გვაქვს. ტვინახრძობებიც უნდა ავიტანოთ. რას გავაკეთებთ? რა ვქნათ, ბევრია, მაგრამ უნდა ავიტანოთ. აბაჰე.